შეიძლება რომ დროს სამი განზომილება ჰქონდეს, ან უფრო მეტიც, სივრცე სწორედ რომ წარმოქმნა, ამას გვეუბნება ახალი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც სივრცე შეიძლება სამყაროს მეორეხარისხოვანი გამოვლინება იყოს. ამას ტილოზე შესრულებულ ნახატს ადარებენ, სადაც სამგანზომილებიანი დრო თავად ტილოა, სივრცე კი მასზე არსებული საღებავები. ეს ტრადიციულ კოსმოლოგიას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც სამყაროში დრო-სივრცე ერთ მთლიანობად აღიქმება და დროს ერთადერთი განზომილება აქვს. ჰიპოთეზის მიხედვით მის მხოლოდ ერთ მიმართულებას იმიტომ აღვქვამთ, რომ დანარჩენი ორი ძალიან ექსტრემალურ მასშტაბებში ვლინდება, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ დრო, რომელსაც სამი განზომილება აქვს და როგორც სივრცეში, მაშინ შეგვიძლია არა მხოლოდ წინ, არამედ უკანაც გადავინაცვლოთ, ან სულაც სხვა დროით ხაზში გადავაბიჯოთ. ასეთ შემთხვევაში ერთი და იმავე დღის სხვადასხვა ვერსიას გამოვცდით, დაახლოებით ისე, როგორც ფილმ ზაზუნას დღეში ანაჩვენები. სამივე განზომილებაში გადაადგილება რომ შეგვეძლოს, ჩვენ წინ უკვე მთელი მულტივერსი გადაიშლებოდა, ანუ ერთი რეალობიდან მეორეში გადავიდოდით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და არაფერს ამტკიცებს, თუმცა ის განსხვავებულ ხედავს გთავაზობს და გვაფიქრებინებს, რომ სამყარო შეიძლება იმაზე უფრო უცნაური და საინტერესო იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.